ხალხეთის ატეხვის ავტორი არის ამ შემთხვევაში ივანიშვილის ოცნება, რომელმაც შეძლო ის რომ სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ჩახურა, მიიღო სანქციების რეჟიმი, როგორც საპატიო თავმჯდომარისთვის, ასევე სხვა მაღალჩინოსნებისთვის მაგნიტსკის აქტით, მეგობარი აქტი, რომელიც გზაშია და ჰელსინკის კომისიის ძალიან მწვავე განცხადებები, სადაც ღიად არის მოთხოვნა პოლიტიკური პარტნიორების გათავისუფლებასა და მათ შორის ახალ საპარლამენტო არჩევნებზე. შესაბამისად, ის ილუზია, რომ რაღაცას 20 იანვრის შემდგომ დაალაგებდნენ ისინი, აბსოლუტურად ჩაიფუშა და ეხლა ცდილობენ გარკვეულწილად მცდელობას იმის, რომ ყაველაშვილისთვის მისალმება გაყიდონ როგორც რაღაცა შესაძლებლობად ნორმალიზაციის, რაც აბსურდია. ერთის მხრივ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა შეერთებულ შტატებს 30 წელზე მეტია გააჩნია და ბუნებრივია თუ ეს სალამი იქნებოდა და თუ ეტყოდნენ ტრამპს რომ ეს კაცი საქართველოსთან არის სალამს იტყოდა, მე არ მაქვს ინფორმაცია დეტალებში ამ შემთხვევაში ნამდვილად ხელი ჩამოართვა, გაესაუბრა რა იყო, იმიტომ რომ ბევრი მანიპულირება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ არც სანქციების რეჟიმი არ მოხსნილა. ამ შემთხვევაში რეჟიმის წარმომადგენლებისთვის თავად დამფუძნებელი პირისთვის, ივანიშვილისთვისა და არც სტრატეგიული პარტნიორობა არ განახლებულა და არც ნიშანწყალია იმისა, მათ შორის ბოლო განცხადებით სახელმწიფო დეპარტამენტის, რომ რაიმე ტიპის შესაძლებლობები იმ ფონზე, რასაც ოცნება ახორციელებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ შესაძლებლობად დარჩეს. ამიტომ ერთი არის პროტოკოლი და მეორე არის ამ შემთხვევაში ქვეყნისთვის შესაძლებლობა. ეს, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის მხოლოდ თელობა იმისა, რომ კვლავ გაყიდონ ტყუილი ურთიერთობის დალაგების შესახებ შეერთებულ შტატებთან, რომელიც არც იანვარში მოხდა, არც თებერვალში, არც მარტში და არც აპრილში. ერთი ახალი გარემოება, რომელიც ასევე უნდა აღვნიშნოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში, ლევან დავითაშვილი მიიღო რამდენიმე დღის წინ გასულ კვირას სახელმწიფო დეპარტამენტმა, ხო? უნდა წავიკითხოთ თუ არა ეს შეხვედრა როგორც კონკრეტული მესიჯი და ერთგვარი კეთილგანწყობა ქართული ოცნების ხელისუფლებისადმი ტრამპის ადმინისტრაციის. შეერთებულ შტატები ესაუბრება როგორც ტერორისტულ ქვეყნებს და ასევე ავტორიტარულ სახელმწიფოებს, მათ შორის რუსეთს, რომელიც ტერორისტულ სახელმწიფოდ არის, ასე რომ ვთქვათ, აღიარებული რიგი ევროპული ქვეყნების მისამართთან, და ის რომ საუბარი მიმდინარეობს საქართველოსთან, სულაც არ არის ამ შემთხვევაში რაღაცა განსხვავებული დამოკიდებულება იმისგან, რასაც შეერთებულ შტატები ავლენს ხოლმე ავტორიტარულ სახელმწიფოებთან ურთიერთობის ჭრილშიც მათ შორის. ლევან დავითაშვილთან საუბარი, მათ შორის უშიშროების საბჭოში, არის გარკვეულწილად გზავნილის გადაცემის შესაძლებლობა შეერთებულ შტატებისთვის, იმ გზავნილის, რომელიც აქ ერთის მხრივ ელჩმა დანიგანმა ჯერ მაკაბაჭორიშვილს გადასცა. შემდგომ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია ვნახეთ ჩვენ, რომ ოპოზიციის დევნა და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ეს გზავნილების ინტერესები რეგიონთან მიმართებაში, რასაც პირდაპირ ღიად დაუპირისპირდა ქართული ოცნება და ამ ვითარებაში ეს გზავნილები იქნებოდა მიწოდებული ლევან დავითაშვილისთვის, რომელიცაც თავის მხრივ უნდა ჩაეტანა მისი პატრონებისთვის საქართველოში და ეს არის და ეს სხვა არაფერი წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი არ შეცვლილა დინამიკაში, არც სანქციების რეჟიმის შემსუბუქების კუთხით, არც პოზიტიური დინამიკის კუთხით და არც შეიცვლება იქამდე სალამ არ მოხდება. რატომ შეიძლება ლევან დავითაშვილი თავად რეჟიმის მხრიდან? კი ბატონო, რატომ შეიძლება მაშინ ლევან დავითაშვილი ამბობდეს, რომ არსებობს ძალიან მყარი პოზიცია ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსთან არათუ გაგრძელდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს. ანუ ამერიკის მხრიდან ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნაზე საუბრობენ საქართველოს მეგობარი თქვენ თუ ნახავთ, მეგობარი აქტიც ამას ამბობს, რომ ეს არ იქნება სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების. თქვენ თუ ნახეთ ამერიკის ელჩის პოზიცია, მას შემდეგ რაც მაკაბაჭორიშვილმა გამოაქვეყნა თავისი განსხვავებული, ასე რომ ვთქვათ, საუბრის შინაარსი და როგორი განსხვავებული იყო ელჩის კომენტარი ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. თქვენ თუ გაიხსენებთ სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას უკვე ტრამპის დეპარტამენტის საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ მკაცრი იყო და საკმაოდ გასაგები და ამ ვითარებაში თუ ორ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციონირებებს სხვა შემთხვევებში ვნახავთ, ბუნებრივია
სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და განახლებას, ჯერ ურთიერთობის განახლება ჭირდება. და მეგობარი აქტი სწორედ ამას ამბობს, რომ შეერთებული შტატები მზად არის საქართველოსთან კიდევ უფრო მაღალ დონეზე ურთიერთობების აყვანის იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიის იმ გზას, საიდანაც ქართულ მოცემამ ის შეცვალა, ხო? ამიტომ ჩვენ არ გვაქვს მეორე მხარე შეერთებული შტატების პოზიცია ამ შემთხვევაში საჯარო ნანახი და ახლა რას დაწერს ამ შემთხვევაში არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები ეს ნანახი გვაქვს არაერთხელ. მთავარი არის საქმე და შედეგი და შედეგი სამწუხაროდ არის ის, რომ ყველაფერი გააკეთა ქართულ მოცემამ ამერიკის როგორც მტრულად განწყობილი ქვეყნის წარმოსაჩენად 1000 გვარი უბედურების დაბრალების ჩათვლით და ამით დაიწყო ხო ჩვენი ურთიერთობების გაუარესება, ნატოს სამხედრო სწავლების შეჩერება, შემდეგ სტრატეგიული პარტნიორობის გაჩერება, ნიშნულოვანი სამხედრო პროგრამების და პოლიტიკური პროგრამების შეჩერება და ეხლა უკვე ინდონეზია მისული ეს ყველაფერი, რომ დავითაშვილი თუ შეხვდება და დაბალი რანგის თანამშრომელს სახელმწიფო დეპარტამენტში, ამას გამარჯვება დასაღებენ, ან თუ სადღაც შემთხვევით გადაკვეთა მოხდება ყაველაშვილის პრეზიდენტ ტრამპთან, ესეც რაღაცა საოცრება. სალომე ზურაბიშვილი უფრო ახლოს იჯდა პრეზიდენტ ტრამპთან, თუ გახსოვთ, ინაგურაციის დროს და პირდაპირ კომუნიკაცია ჰქონდა არაერთხელ. ამიტომ ამას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ქართული ოცნების მხრიდან, იმისთვის, რომ სასურველი რეალობა წარმოაჩინონ და არა ის ჭეშმარიტება, რომელიც სამწუხაროდ ხავად შეფასებების რაც ისმის ოპოზიციურ სპექტრში, მაგალითად ჯო უილსონს მაინც არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ლევან დავითაშვილს იღებენ სახელმწიფო დეპარტამენტში, ის ასეთ რამეს წერს დავითაშვილის მიღებაზე, ქართული კოშმარის რეჟიმმა საქართველოს საზღვრებით გაუხსნა თალიბანს, პრეზიდენტ ტრამპს deep state-ის ინსტრუმენტად ყოფნა დააბრალა, ამავდროულად ვაშინგტონში არიან და შეხვედრებს გვევედრებიან. საკმარისია სანქციები და ახალი არჩევნები, წერს ჯო უილსონი, რომელიც ასევე ახსენებს იმ მეგობარ აქტს, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ და აქვე ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების ორპარტიული ჯგუფიც ავრცელებს განცხადებას და მოკლედ მივაწოდოთ მაყურებლებს ამის თაობაზეც ინფორმაცია ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს მოვუწოდებთ შემოგვიერთდნენ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნაშია ნათქვამია უკვე ამ განცხადებაში. რა პერსპექტივა აქვს სანქციებს, მეგობარი აქტის მიღებას და ქართულ ოცნებაზე ზეწოლის გაძლიერებას შტატების მხრიდან იმისთვის, რომ დაინიშნოს ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები. ის რომ მეგობარი აქტის მიღების პროცესშია და გაიარა მნიშვნელოვანი პროცედურები და დამამთავრებელი ფაზა და დარჩენილი, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ კიდევ უფრო მკაცრი იქნება მიღების შემდგომ შეერთებული შტატების დამოკიდებულება საქართველოში ავტორიტარიზმისკენ შეტრიალების კუთხით ქართულ ოცნებასთან მიმართებაში. და ეს არის ცხადი და მოცემულობა. ისევე როგორც არ უნდა დაგვაუწყოთ დიდი ბრიტანეთის სანქციები, რომელიც სულ ახლახან იყო, მათ შორის ქართული ოცნების მთავარ პროკურორსა და წარმომადგენლებზეც და მოსამართლეებზეც მათ შორის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სანქციები გაგრძელდება და ორი რამ ვერ შეძლო ქართულმა ოცნებამ. ერთი არის ის, რომ ლეგიტიმაცია ვერ მიიღო მან, აი ხა დღეს პაპუაშვილმა მორიგი პროპაგანდისტული პოსტი გამოაქვეყნა, რაღაცა ვრცელია არზა, როგორც უყვარს ხოლმე, ტყუილებით სავსე, რომ 6 თვე გავიდაო 26 ოქტომბრის არჩევნებიდან. დიახ, 6 თვე გავიდა და 6 თვის მანძილზე მათ ვერც ლეგიტიმაცია ვერ მიიღეს, ვერც ქართველი ხალხის ნდობა, ვერც წინააღმდეგობა შეაჩერეს და საერთო სახალხო პროტესტი, რომელიც აქტიურად უწყვეტად მიდის 150 დღეზე მეტია. და მათ შორის ვერც სანქციებისგან დაიხსნეს თავი და ეს სანქციები კიდევ უფრო იზრდება და ესეც აუცილებლად გაგრძელდება. დაგისვათ შემდეგი კითხვა, რომელიც კიდევ ერთი ახალი საპარლამენტო არჩევნები, თუმცა პოლიტიკური პატრონების გათავისუფლება ნომერ პირველი ამოცანაა ჩვენთვისაც, ისე როგორც მე ვფიქრობ ყველა ადამიანისთვის, ვინც ხედავს თუ როგორ სასტიკად უსწორდება რეჟიმი, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც კრიტიკული პოზიცია აქვს და როგორ უსამართლოდ აკავებს მოქალაქეებს ქუჩაში, რაც მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში, რომ ასეთი სასტიკე გქონოდა რეჟიმს. გადავიდეთ სხვა აქტუალურ საკითხებზეც, ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება დატოვოს ქართული ოცნებაც და მთლიანად ქართული პოლიტიკაც. ბევრი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ღარიბაშვილმა სწორედ მოსალოდნელი სანქციებისგან გადაარჩინა საკუთარი თავით და
ოჯახიც, ბევრი კი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილი და მოკლე დროის შემდეგ ღარიბაშვილი დაბრუნდეს უკვე საკუთარი პარტიით და დაბრუნდეს როგორც ოპოზიციონერი ლიდერი. აი ღარიბაშვილის წასვლის თქვენეული ვერსია როგორია? ისე რომ მე არ მინდა ხოლმე კონსპირაციების თეორიებში შესვლა, მაშინ როდესაც ზუსტი ინფორმაცია არ გამაჩნია. ის რომ ირაკლი ღარიბაშვილი პირველად არ წასულა და მესამეჯერ წავიდა, ეს არის მოცემულობა, ხო? მათ შორის ბიზნესში თუ კერძო სექტორში, როდესაც პირველად წავიდა არც თუ ისე თავისი ნებით პრემიერებიდან, სწორედ კერძო სექტორში გადავიდა. მეორე ის რომ დიახ ის უსანქციოდ წავიდა და ესეც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა მისთვის მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს მის პერსონასთან დაკავშირებით, მათ შორის ეს კერძო თვითმფრინავით ფრენები და სხვა საკითხები სავარაუდო კორუფციული სახით. ამიტომ მე არ ვიცი, როდის დაჭირდება ამ შემთხვევაში მის პატრონს მისი შემოbrunება, ან ის კიდევ ერთხელ შემოbrunდება თუ არა და იგივე დინერეში მესამეჯერ შევა, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ირაკლი კობახიძემ შეძლო მთავარი ოპონენტის მოშორება და სრულიად ავტორიტარული ძალაუფლების კონცენტრაცია თავის ხელში. ეს არის ფაქტი და მოცემულობა. აი ვიდრე კობახიძეზე დაგისვავთ კითხვას, ისევ ღარიბაშვილზე ჩავიკითხებით, დაუშვათ ირაკლი ღარიბაშვილმა შექმნა ოპოზიციური პარტია, რისი მოლოდინიც არაერთ, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსს აქვს ოპოზიციურ ველზე. ამ შემთხვევაში მართლა ლოგიკური კითხვა, მისი ოპოზიციონერობა პრობლემას შეუქმნის ოპოზიციას თუ ეს იქნება პრობლემა თვითონ ქართული ოცნებისთვის. აი ალბათობა იმის, რომ თავად მართლ პარტიას წაართვას ხმები ირაკლი ღარიბაშვილმა, რამდენად მაღალი შეიძლება იყოს? აქ თუ რაღაც საჭადრაკო დაფაზე ახალი გადაადგილება დასჭირდება მის პატრონს, შესაძლებელია რომ ქართულ ოცნებას შეუქმნას პრობლემები და სხვა არავის, იმიტომ რომ მე ნაკლებად წარმომიდგენია ვინმემ დაიჯეროს ახლა ის რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ჭეშმარიტი ოპოზიციონერი და ჭეშმარიტად ასე ვთქვათ უპირისპირდება იმას რაც მან დაიწყო რეალურად და ეს ანტიდასალური გზავნილების შემოქმედი და ავტორი ერთ-ერთი მათ შორის ისიც გახდა საკმაოდ ომახიანად განსაკუთრებით როდესაც გვესმოდა ანტიდასალური გზავნილები მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს რაც უნდა როლები გადაითამაშონ მე არ ვფიქრობ რომ ამან რამე შეცვალოს ნახოთ დავალოდოთ მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში ამ სვლას გარდა იმისა რომ ჩვენ ვხედავთ რომ ახლა ამ ვითარებაში ყველაზე საშიში არის ირაკლი კობახიძე თავისი განუძომელი ავტორიტარული ძალაუფლებით და თავისი ბიჭებით რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები და ყველაფერზე ხელის მომწერები არიან. ირაკლი კობახიძეს რაც შეეხება დაგისვავთ მის შესახებაც ერთ კითხვას თქვენს გარდა ბევრი საუბრობს ასევე იმაზე რომ ბიძინა ივანიშვილი აძლიერებს ყველაზე რადიკალური მმართველის ირაკლი კობახიძის ფრთას და ჯერ სად ვართო ამასაც კი ამბობს ზოგიერთი პოლიტიკოსი. აი ჩნდება კითხვა რატომ შეიძლება აძლევდეს ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს იმაზე მეტ ძალაუფლებას ვიდრე ვთქვათ ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირისთვის მომცი. ივანიშვილი 2024-ში არის სხვა პიროვნება გამომდინარე იქიდან რომ სრულიად მან გადაწყვიტა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა იმ ავტორიტარული მეთოდებით რომელიც გვახსოვს ბელორუსში მათ შორის რუსეთში და მათ შორის იმ უკანონო კანონების მიღებით რომელსაც ძალიან დიდი მოქალაქეების რაოდენობა უპირისპირდებოდით თუმცა ეს არ გაითვალისწინებდა და პირველად მოხდა როდესაც ხალხის პოზიციის გაუთვალისწინებლობით ესე ძალით ხელების გადაგრეხით მოხდა კანონის მიღება ამ ქვეყანაში შესაბამისად ამ ვითარებაში მე ვფიქრობ რომ სხვა გზა არ აქვს და ამაზე ერთგული და პირდაპირ ყველა დავალების შემსრულებელი მას არ ეყოლება ისევე როგორც ჩანს ეს ბოლო საჭადრაკო სვლა არის მის დაფაზე და ამის შემდგომ ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროცესი მიუხედავად იმისა რომ ტრიუკები ზუსტადია როგორც თვითონ ამბობს ხოლმე მაგრამ არა ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროცესი და რისთვის შეიძლება ემზადებოდეს ქართული ოცნება და რატომ მინდა რომ დაგისვათ ეს კითხვა. მაგალითად, მამუკა ხაზარაძის კოალიციაში ამტკიცებენ რომ მათი ინფორმაციით და როგორც ამბობენ სანდო წყაროები ყავთ ქართული ოცნება ემზადება თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ოქტომბერში ადგილობრივ უბრალოდ საპარლამენტო ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. აი თქვენი შეფასებით რამდენად უჩანს პირი რომ ეს შეიძლება სწორედ ასე იყოს
და თუ კი ასე იქნება, მეორე მხრივ რას იზამთ იმ შემთხვევაში, თუ კი მიიღებს ოპოზიციური სპექტრი ახალ საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ პირობები დარჩება უცვლელი, ანუ სხვა ყველაფერი ძალიან ბევრი თუ არის, ამიტომ წინასწარ თუების გათვალისწინების გარშე პასუხები საერთოდ არ მგონია რომ ადეკვატური იყოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი შემდეგ, მე არ ვიცი რა ინფორმაცია არსებობს, მაგრამ ლოგიკური იქნება, რომ ამ სანქციების ფონზე, ლეგიტიმაციის ვერ მიღების ფონზე, მათ შორის რაღაცა სეკვესტრირებული ერთპარტიული არალეგიტიმური პარლამენტის ფონზე გამოსავლად მიიჩნიოს ოცნებამ რომ ჩაატაროს არჩევნები იმგვარად რომ მიიღოს სასიკეთო თავისთვის შედეგები და რა თქმა უნდა არა ქვეყნისთვის. შესაბამისად შესაძლებლობა არსებობს და ამ შესაძლებლობასთან ერთად ეს არის მთავარი მოთხოვნაც, ხო? აგერ ოქტომბრის შემდგომ საერთო სახალხო პროტესტის მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სამართლიანი გარემოთი და შესაძლებლობით. ითხოვთ მხოლოდ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ჩვენ არ ვიცით რა ფონზე მოხდება. ახალ პირობებსაც ამ არჩევნებთან ახალი არჩევნები არის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნა, პოლიტიკური პატრონატთან ერთად გათავისუფლების, მაგრამ რა თქმა უნდა შესაბამისი სამართლიანი გარემოც. ამიტომ ეს ყველაფერი, როდესაც მომზადდება ეს გადაწყვეტილება და თუ მომზადდება ეს გადაწყვეტილება, შემდგომი განხილვის საგანია, მაგრამ წინასწარ გეტყვით რომ ყველას მიზანი არის ის რომ ამ ქვეყანაში საქართველოს დავაბრუნოთ კონსტიტუციურ ჩარჩოში, საიდანაც გასულია ქვეყანა და რეალურად ნამდვილი სტაბილურობა და ნამდვილი შესაძლებლობები ჰქონდეს იმ ქვეყანას, რომლის კარი ევროკავშირისკენ ღია იყო ევროკავშირის მხრიდან და გამოიჯახუნა თავად ქართულმა ოცნებამ და ამ ვითარებაში შესაძლებლობები არსებობს, მათ შორის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების და ამ შესაძლებლობებს გამოყენება უნდა. მე ჩემი მხრივ შემიძლია გითხრათ რომ ჩვენი გუნდი რა თქმა უნდა ემზადება ამ შესაძლებლობისთვის, როგორც პარტიულად, ასევე სხვა შესაბამისი ზომების მიღებით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ერთის მხრივ იმისთვის, რომ აი იმ ბრძოლაში, რომელსაც ქართული ოცნება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, არ დაისაჯოს ხალხი. დაიწყეთ უკვე მზადება ოქტომბრის არჩევნებისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი პარტია ფორმაში უნდა იყოს ყველა არჩევნებისთვის. ეს არის ჩვეულებრივი წესი. ან ადგილობრივი და საბოლოო ერთად. ჩვენ არ გვითხოვთ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო კი და დამოკიდებულია ეს ბევრ ფაქტორზე, როდესაც თქვენ მეკითხებით, რომ ოქტომბერში შესაძლებელია საპარლამენტო არჩევნები იყოს და ამ შესაძლებლობას არათუ ესე განვიხილავთ, არამედ ეს არის ჩვენი მოთხოვნა და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა რეალიზდეს ოქტომბერში. შესაბამისად, ამას ჭირდება მზადება და ჩვენ ამისთვის ვმზადებით ბუნებრივია და მეორე ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დაისაჯოს ქართველი ხალხი. აი ეს კამპანია, PR კამპანია, რომელიც წამოიწყო ქართულმა ოცნებამ, რომ სუვერენიტეტი, ბიზნეს სუვერენიტეტი თუ ქართული ოცნების სუვერენიტეტი ჯობია იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლას და მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას. ეს ძალიან საშიში კამპანიაა და ძალიან ცხადად აჩვენებს იმას, რომ მათ სრულიად სურთ კარის გამოჯახუნება ქართველი ხალხისთვის ევროპისგან და მათ შორის აი ესეთი მარტივი გადაადგილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის იყოს დასრულებული და ჩვენი მხრივ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხალხი არ დაისაჯოს მიუხედავად რეჟიმის ავტორიტარული ნაბიჯებისა და დაისაჯოს მხოლოდ ის რეჟიმი, რომელმაც საკუთარი ხალხის და ცივილიზაციური არჩევნის წინააღმდეგ გაბედა და ესეთი იერიში ისტორიაში პირველად მოაწყო. ბოლოს უკვე პაატა ბურჟუაზის განცხადებაზეც უნდა გკითხოთ, მან რამდენიმე დღის წინ ემა ტუხიაშვილთან სტუმრობისას თქვა, რომ შეხვდა პოლიტიკურ პარტიებს და ყველამ აიტაცა იდეა, რომ თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროთ სექტემბერში ტელეფონების საშუალებით. აი ამ თემაზე რა შეგვიძლია ვთქვათ და თუ აი თქვენს რამდენად როგორც ვინც ეს იდეა აიტაცა. სექტემბერი, იმიტომ რომ რამდენად ვიცი კონსტიტუციით ოქტომბერი არის თარიღი. შესაბამისად არ ქონია კომუნიკაცია ბატასთან სატელეფონო საშუალებითაც არ ვარ დარწმუნებული რამდენად შესაძლებელია, მაგრამ ცალსახად ის რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები არის ჩასატარებელი, ეს არის საერთო სახალხო პროტესტის მოთხოვნა და არა მხოლოდ ჩასატარებელი, არამედ გასამარჯვებელი საქართველოს გამარჯვება უნდა მიიღოთ. ამით ეს არის ცხადი, ამიტომ გზები, ტაქტიკა, ეს ყველაფერი განხილვის საგანია. მთავარი არის იმ მიზნის მიღწევა, რომლის ირგვლივაც 150 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამ უწყვეტი პროტესტის მხარდაჭერა დემოკრატიის დასაცავად, ევროპული მოგზაურობის დასაცავად საქართველოს აქვს, მათ შორის დასავლეთის ქვეყნების მხრიდან. მადლობა სტუმრობისთვის, იმისთვის რომ გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები. თეონა აკუბარდია პასუხობდა ჩვენს კითხვებს.